მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და დღეს შემოგთავაზებთ საჯარო გაშლას თემაზე, თუ რა ბლოკავს თქვენს პოტენციალს. გაშლა გვექნება ორვარიანტიანი, პირველი ვარიანტი ასეთი მწვანე ქვა გვექნება, მეორე ვარიანტი ასეთი იასამნისფერი ქვა. დავარიგებახლავე ვარიანტებს, მაგრამ მეგობრებო, ენერგიების დაბალანსების მიზნით, რადგანაც საჯარო გაშლები უფასოა, აუცილებლად მოიწონეთ როგორც ეს პოსტი, ანუ ეს ვიდეო, ასევე ვისაც არ გაქვთ მოწონებული, ჩემი გვერდიც. და დავიწყოთ ახლა პირადი კონსულტაციისთვის პირადში მომწერეთ. და ნახოთ რა ბლოკავს თქვენს პოტენციალს. რა ბლოკავს პირველი ვარიანტის პოტენციალს და რა ბლოკავს მეორე ვარიანტის პოტენციალს. აირჩიეთ, რომელიც მეტად გიზიდავთ. და ვფიქრობ, გააკეთებდით არჩევანს, დავიწყოთ ჩვენ პირველი ვარიანტით. პირველი ვარიანტი რა ბლოკავს თქვენს პოტენციალს ვნახოთ აბა. პენტაკლების ორიანი ამოვიდა აქ. პირველ რიგში აქ აშკარად ვხედავ, რომ არის ძალიან ბევრი შინაგანი ბრძოლებიდან წამოსული არასტაბილურობა თქვენს რეალობაში. თითქოს ძალიან ხშირად თქვენ თავადვე ებრძვით საკუთარ თავს და ამის გამო ხშირად ირღვევა თქვენი სტაბილურობა და თქვენივე პოტენციალი ძალიან ბევრ რაღაცაში. და შეხედეთ, რაში მდგომარეობს ეს ბრძოლა საკუთარ თავთან. ეს არის ბრძოლა საკუთარ ბნელ მხარესთან. მეგობრებო, ბნელი არ ნიშნავს არც ცუდს და არც ბოროტს, ბნელი არის ფარული, ბნელი არის რაღაც, ბნელის არქეტიპი უშუალოდ არის უარყოფილი მხარე, უარყოფილი სირცხვილის გამო, შიშების გამო, ადაპტაციის სურვილის გამო, მენტალური რაღაც ბლოკების გამო, შესაძლოა თქვენ წარმოიდგინეთ და სოციუმის რაღაც ბრჭყალებში ნორმების გამო, მაგრამ ბნელი მხარე არ უნდა იყოს უარყოფილი. არც ერთი ემოცია არ უნდა იყოს უარყოფილი. რატომ? ახლა ვახსნე. მეგობრებო, ნებისმიერი ემოცია რაღაცას გვასწავლის ყოველთვის, იქნება ეს შური, ბრაზი, აგრესია თუ რა, ყოველი ემოცია რაღაცას გვასწავლის. ყოველთვის. და ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ ჩვენ აგრესია გვიჩნდება კონკრეტული ადამიანის ან ადამიანების, ან თუნდაც საკუთარი თავის მიმართ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც უნდა დავუშავოთ ადამიანს, მაგრამ საკუთარ თავს მაქსიმალურად გულრწყელად უნდა მოველაპარაკოთ და დავსვათ შეკითხვა. რატომ ვგრძნობ ამას? საიდან მომყვება ეს ემოცია? იმიტომ რომ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავთან გულრწყელობით და მხოლოდ გულრწყელი აღიარებებით შეიძლება ნეგატივის დამუშავება საკუთარ თავში. ამიტომაც პირველ რიგში შეეშვით ბრძოლას საკუთარ თავთან, დაამუშავეთ თქვენი ზემოთხსენებული ბნელი მხარე და ასევე აქ დავამატებდი იმას, რომ აქ უშუალოდ თქვენს პოტენციალთანაც კი არის ერთგვარი ბრძოლა. რაღაც თითქოს გგონიათ ცუდი და ნეგატიური, რაც რეალურად ასეთი არ არის. ასევე რა თქმა უნდა, ეს არის პენტაკლების ორიანი, ამიტომაც ბევრ თქვენგანთან რეზონირდება როგორც ფინანსური არასტაბილურობა, რომელიც კლავს თქვენს პოტენციალს, ფინანსური დისბალანსი. დავამატოთ არკანები და ვნახოთ კიდევ რა კლავს თქვენს პოტენციალს. პირველი ვარიანტი, ხმლების ცხრიანი და პენტაკლების ცხრიანი. ისე და ისე ფინანსური დისბალანსი ჩანს აქ, ანუ ვხედავ ფინანსურ დისბალანსს, შესაძლოა ძალიან ბევრ
ენერგიას, ფინანსურ ენერგიაზე მაქვს საუბარი, გასცემთ და ბევრად უფრო ნაკლები მოდის, ან დაუფასებლობასთან გაქვთ საქმე ძალიან ხშირად, ან სათანადოდ თქვენ თავად ვერ აფასებთ საკუთარ თავს და რა თქმა უნდა ზუსტად ამის გამო კვდება თქვენი პოტენციალი, ეს არ ღვევს თქვენს ფინანსურ სტაბილურობასაც, ეს არ ღვევს თქვენს მენტალურ მდგომარეობასაც, მაგრამ უპირველეს ყოვლისა აქ არის ბრძოლა ბნელ მხარესთან, ბრძოლა საკუთარ თავთან. და სხვათა შორის ბევრ თქვენგანთან აქ არ არის მხოლოდ სიბნელესთან ბრძოლა, აქ ზოგადად ძალიან ბევრ არაუარყოფილ ემოციებთან, არამედ ზოგადად რაღაც თქვენს ძალასთანაც კი არის ბრძოლა, თქვენ წარმოიდგინეთ. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, მე თქვენ ამაზე გემშვიდობებით და ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტთან რა ხდება. მეორე ვარიანტი რა ბლოკავს თქვენს პოტენციალს და ფინანსური კრიზისი, პენტაკლების ხუთიანი. უპირველეს ყოვლისა, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ბევრ თქვენგანთან აქ აშკარად ჩანს ფინანსური უკმარისობა, ან სულადაც ფინანსური კრიზისი, რომელიც ხელს გიშლით, რომელიც ხელს ნამდვილად არ უწყობს თქვენს ენერგიებს, თქვენს პოტენციალს განვითარებაში. დავამატოთ არკანები და ვნახოთ კიდევ რა კლავს მეორე ვარიანტის პოტენციალს, რა კლავს მეორე ვარიანტის პოტენციალს, მითხარი აბა. და ჩვენთან აქ ამოვიდა ცარიელი არკანი, ხმლების ცხრიანი ისევ და კვერთხების მეფე. პირველ რიგში ცარიელი არკანი, რადგანაც ამოვიდა, აქ მე დავამატებდი იმას, რომ ან სიტუაციაში ყველაფერი ისე არის, რომ რეალურად ბევრად უფრო მარტივი მოსაგვარებელი არის, ვიდრე თქვენ გგონიათ, ან მეორე უკიდურესობა აქ მთლად თქვენზე ნამდვილად არ არის დამოკიდებული სიტუაცია. სამწუხაროდ ყველასთან სხვადასხვანაირად რეზონირდება. მაგრამ გარდა ამ სიცარიელისა, ცარიელი არკანისა, აქ მე ვხედავ კონკრეტულ ადამიანს, კონკრეტულ კვერთხების მეფეს, უმეტესობასთან რეზონირდება, რა თქმა უნდა, ისე როგორც კონკრეტული მამაკაცი, მაგრამ ბევრთან როგორც ქალბატონი ცოტა ისეთი მასკულინური ენერგიებით, დიდი ალბათობით მიწის ან ცეცხლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი იქნება. და ხმლების ცხრიანი, თითქოს აქ არის ადამიანი თქვენს რეალობაში, რომელიც ძალიან აუფასურებს როგორც თქვენს პოტენციალს, ასევე ზოგადად თქვენს შრომას, თქვენს ენერგიებს. ეს შეიძლება იყოს როგორც უფროსი მაგალითად სამსახურში, რომელიც აუფასურებს ყველანაირად თქვენს ნაშრომს, თქვენს ემოციებსაც, ასევე ვიღაც ბრჭყალებში მეგობარი, ოჯახის წევრი, მაგრამ აქ ვხედავ კონკრეტულ კვერთხების მეფეში პრობლემას. და ეს კვერთხების მეფე ყოველ შემთხვევაში თავს აჩვენებს ისე თითქოს არის თქვენზე ბევრად უფრო ჭკვიანი და თქვენზე ბევრად უფრო გამოცდილი და კი ბატონო, შესაძლოა რაღაც კონკრეტულ სფეროში ნამდვილად გქონდეს უფრო მეტი გამოცდილება, მაგრამ რეალურად მისი სტატუსი, მისი რეპუტაცია და ის, რასაც დემონსტრირებს, არის სრული აბსურდი და სრული ილუზია. და რეალურად ადამიანი საკუთარ ავტორიტეტს და საკუთარ ეგოს იმაღლებს სხვისი ნაშრომის, სხვისი ემოციების და სხვისი პოტენციალის გაუფასურებით. ადამიანი, რასაც ქვია, იკვებება რაღაც ნეგატიური ემოციებით. სხვათა შორის შესაძლოა ზოგ თქვენგანთან ეს იყოს ისეთი მეგობარი ან ისეთი ოჯახის წევრი, რომელიც მუდმივად წუწუნებს, სიტყვას ძლივს ჩაგაკვეხებთ, თუ ჩაგაკვეხებთ საერთოდ. და ძირითადად სულ წუწუნებს და მომაბეზრებლად. ისე რომ ენერგიას გართმევთ. და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს ადამიანი ან უნდა მოიშოროთ თქვენი რეალობიდან პირდაპირ გეტყვით, ან
თქვენი პირადი საზღვრები უფრო კაცრად უნდა დაისვათ ამ პიროვნებისგან. სულ ეს არის მეგობრებო, ყველას დაგემშვიდობებით და ნახვამდის.